ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი Twitter-ზე ვრცელდებოდა ძალიან ბინძური ჭორები. ზოგიერთი ესპანური გამოცემა და ჟურნალისტი წერდა, რომ ილიას ბრალი ედებოდა ოჯახურ ძალადობაში. მე ამაზე ვიდეოს ჩაწერას არ ვჩქარობდი, რადგან ჩემი ოქროს წესი ასეთია. თუ ჩემს არხზე ვიდეო არ დევს, ესე იგი ინფორმაცია გადაუმოწმებელია და დიდი ალბათობით ტყუილი. მე თავად შევამოწმე ეს წყაროები, ვთარგმნე მათი სტატიები და მივხვდი, რომ ბევრი რამ უბრალოდ ჰაერიდან იყო მოტანილი. თუმცა სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ თავად ჩემპიონი ელ მატადორი იძულებული გახდა ინსტაგრამზე ოფიციალური განცხადება გაევრცელებინა. ილია პირდაპირ ამბობს, მე კი არ მიჩივიან ძალადობისთვის, არამედ მე ვუჩივი და მივდივარ სასამართლოში. მიზეზი კი გულსაკლავია. ილია თოფურიას უკვე 4 თვეზე მეტია საკუთარი შვილის ნახვის უფლებას არ აძლევენ. როგორც ირკვევა, ილია და მისი მეუღლე გაცილდნენ. ილიამ თავად შეიტანა განქორწინებაზე საბუთები. ყველამ ვიცით, რომ განქორწინება რთული პროცესია, განსაკუთრებით ქონების გაყოფის დროს. ილიას თქმით, მისმა ყოფილმა პარტნიორმა არაადეკვატური მოთხოვნები წამოაყენა. საუბარია დიდ ფულსა და ქონებაზე. როდესაც ილიამ უარი თქვა ამ პირობებზე, ქალმა კარტი გახსნა და პოლიციაში უჩივლა ძალადობის მუხლით. ილია ამბობს, რომ ეს არის შანტაჟის ფორმა, რათა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ და სასურველი ქონება გამოსძალონ. ყველაზე მტკივნეული აქ ბავშვის ფაქტორია. გოგონა, რომელიც 2024 წელს დაიბადა, ჯერ კიდევ ჩვილია. ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვს მამასთან ურთიერთობა ყველაზე მეტად ჭირდება და პირიქით, მამისთვის ყოველი დღე ძვირფასია. ილიამ უკვე გამოტოვა მისი განვითარების 4 უმნიშვნელოვანესი თვე. წარმოიდგინეთ, შესაძლოა მან შვილის პირველი დაბადების დღეც კი გამოტოვოს ამ ომის გამო. საქართველოში ჩვენთვის ოჯახი წმინდაა და ასეთი ბრალდებები ჩემპიონის მიმართ ძალიან მძიმედ ჟღერს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ მოსამართლეები. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, როგორც ილიასთვის, ისე მისი ყოფილი მეუღლისთვის. სასამართლომ უნდა დაადგინოს სიმართლე. თუმცა ილია ისეთი თავდაჯერებით საუბრობს და ისეთი ფაქტები მოჰყავს, რომ რთულია მას არ დაუჯერო. ეს არის ნამდვილი ვარდების ომი, როგორც ჰოლივუდში ეძახიან სკანდალურ განქორწინებებს, სადაც იარაღად ბავშვს იყენებენ. მეგობრებო, როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანია, როცა სპორტსმენის კარიერასა და პირად ცხოვრებას ასეთი ბინძური მეთოდებით უტევენ? დაწერეთ კომენტარებში, გჯერათ ილიასი, თუ ფიქრობთ, რომ კვამელი უცეცხლოდ არ არსებობს. განსაკუთრებით მაინტერესებს თქვენი აზრი იმ ქალებზე, რომლებიც შვილს მზევლად იყენებენ ქონებრივი დავის დროს. ეს ნორმალურია? გავაგრძელოთ, მეგობრებო. პირველი თემა ილია თოფურიაზე საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ არანაკლებ შოკის მომგველი ამბები მოდის მძიმე წონის დივიზიონიდან. ომ ასპინალმა დუმილი დაარღვია და ისეთი რამ თქვა, რამაც მთელი MMA სამყარო შეძრა. მას ორივე თვალზე სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. მოდით გულწრფელად ვთქვათ, მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც იტყვის, ოჰ, რა კარდია, თვალზე ოპერაციას ვიკეთებო. არსებობს რუტინული ოპერაციები, არა? ყველას ყავს ნაცნობი, ვისაც მენისკი აწუხებს, ან მამებსა და ბაბუებს მენჯბარძაკის სახსარი გამოუცვალეს. ეს რთულია, მაგრამ გასაგები. თუმცა როცა საქმე თვალებს ეხება, აქ რისკი 100-ჯერ იზრდება. მithometes მებრძოლისთვის, რომლისთვისაც რეაქცია და დისტანციის აღქმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბევრი ახლა ჩარლს ოლივეირას მაგალითს მოიყვანს. ოლივეირა ამბობდა, რომ ოქტაგონზე 3 კაცს ხედავდა და შუაში მხობს ურტყამდა, რადგან მხედველობის პრობლემა ჰქონდა. მაგრამ ჩარლზი ასე მთელი ცხოვრება ჩხუბობდა. ის შეეჩვია ამ ბურუსს. ომ ასპინალი კი სულ სხვა სიტუაციაშია. ის 30 წელია იდეალურად ხედავს. თუ ეს ოპერაცია თუნდაც 10%-ით ვერ წარიმართა ისე როგორც საჭიროა, ტომი ოქტაგონზე ვეღარასდროს დაბრუნდება. ამას ჯო როგანიც ამბობს და მე მას სრულად ვეთანხმები. თავარი პრობლემა რა არის? ის რომ საუბარია ორივე თვალზე. წარმოიდგინეთ, თუ ერთი თვალის შემთხვევაში რისკი გარკვეული პროცენტია, ორივე თვალზე ოპერაცია ამ რისკს აორმაგებს. ეს უკვე 50-50-ზე აზარტული თამაშია საკუთარ მომავალთან. ერთ თვალზე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, იანურის შუა რიცხვებში კი მეორე თვალია რიგში. ახლა დავფიქრდეთ რეალურად, როდის დაბრუნდება ეს კაცი? იანურის ბოლოს ოპერაციები მორჩება, მერე რეაბილიტაციაა საჭირო. თვალი ისეთი ორგანოა, რომელსაც დარტყმა და დატვირთვა დიდხანს არ უნდა მიეკაროს. ჩემი ვარაუდით, თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ასპინალს 2026 წლამდე ოქტაგონზე საერთოდ ვერ ვნახავთ. და ეს საშინელი უსამართლობაა, რადგან ტომი ამაში დამნაშავეს საერთოდ არ არის. არ დავიღალები ამის გამეორებით. ზოგიერთი ექსპერტი ინტერნეტში წერს, რომ ასპინალი სიმულიანტობს და ტრავმას იგონებს. ხალხო, ნორმალური ხართ? ვინ გაიკეთებს თვალზე ოპერაციას ტყუილად, რომ ვიღაცას რამე დაუმტკიცოს? დამნაშავე აქ არის სირულგანი. სწორედ მან ჩაიდინა ფოლი. მან მიაყენა ეს დაზიანება ასპინალს. ტომი აქ მსხვერპლია და არა დამნაშავე. საწყალი ტომი.
წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა. ჯერ თვალები გაქვს დაზიანებული, საოპერაციო ხარ, კარიერა ბეწვებზე ყიდა. მერე შედიხარ Instagram-ზე და კითხულობ კომენტარებს. ოსკარი მიცით ამ მსახიობს, წადი ჰოლივუდში თუ ჩხუბი აღარ გინდა. ეს უბრალოდ ამაზრზენია. თუმცა ასპინალმა იუმორის გრძნობა მაინც შეინარჩუნა. როცა ჯონ ჯონსმა ტიტული დათმო, ტომმა დაწერა: დროა ხალხმა მიიღოს ის, რასაც იმსახურებს, აქტიური და ნამდვილი მძიმე წონის ჩემპიონი. ირონიულია, რა? ეგონა რომ გზა გაეხსნა, მაგრამ ახლა თავად არის თამაშიდან გასული. ჩვენ ისევ არ გვყავს აქტიური ჩემპიონი მძიმე წონაში. ხალხო, მინდა თქვენი აზრი გავიგო. თქვენც გონიათ, რომ ასპინალი თამაშობს და სინამდვილეში ჯონსთან ბრძოლას გაურბია? თუ ფიქრობთ, რომ სირულგანმა მას კარიერა დაუნგრია და UFC-მ განი მშყაცრად უნდა დასჯას. დაწერეთ, რას ფიქრობთ ამ მსახიობობაზე. მე პირადად ვთვლი, რომ ვინც ასპინალს სიმულიანტობას აბრალებს, აზრზე არ არის რა არის სპორტული ტრავმა. მეგობრებო, ჩვენ განვიხილეთ ორი უმძიმესი ისტორია. ილია თოფურიას პირადი ტრაგედია და ტომ ასპინალის კარიერული გადარჩენის ბრძოლა. ახლა მინდა უფრო ღრმად ჩავიხედოთ, რა ხდება მაშინ, როცა კამერები ქრება და მებრძოლები საკუთარ პრობლემებთან მარტო რჩებიან. დავუბრუნდეთ ილიას. ბევრს გონია, რომ თუ ჩემპიონი ხარ, მილიონები გაქვს და ოქტაგონზე ყველას ანადგურებ, შენი ცხოვრება იდეალურია. მაგრამ რეალობა სხვაგვარია. წარმოიდგინეთ, როგორი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არის ახლა თოფურია. როცა შენს სამშობლოში, საქართველოში და შენს მეორე სახლში, ესპანეთში, ხალხი შენზე 1000 გვარ ჭორს ავრცელებს. ეს ყველაზე ძლიერ მებრძოლსაც კიტეხავს. ილია ყოველთვის გამოირჩეოდა თავდაჯერებულობით, მაგრამ ის, რომ მან საჯარო განცხადება გააკეთა, მიანიშნებს იმაზე, რომ მას მართლას ტკივა. ბავშვის თემა ყველა მამაკაცისთვის, განსაკუთრებით კი ქართული მენტალიტეტის მქონე ადამიანისთვის, ყველაზე სუსტი წერტილია. საინტერესოა ერთი დეტალი. რატომ მაინც და მაინც ახლა? რატომ მაშინ, როცა ილია კარიერის პიკშია? ეს გავს კარგად დაგეგმილ კამპანიას მისი იმიჯის შესალახად. თუმცა ვინც ილიას იცნობს, იცის, ის ამ ბრძოლასაც მოიგებს. სასამართლო პროცესი რთული იქნება, მაგრამ სიმართლე ყოველთვის ზედაპირზე ამოდის. თავარია, რომ მან შეძლოს კონცენტრაციის შენარჩუნება და ამ პირადმა დრამამ მის სპორტულ ფორმაზე გავლენა არ მოახდინოს. რაც შეეხება ასპინალს, აქ სხვაგვარი დრამაა. ტომი არის მებრძოლი, რომელიც ხალხის ჩემპიონად ითვლებოდა. მისი ტრავმა არის გაკვეტილი ყველასთვის, ვინც ფიქრობს, რომ MMA-ში მხოლოდ იღბალი წყვეტს ყველაფერს. ერთი არასწორი მოძრაობა, ერთი ბინძური ფოული მეტოქისგან და შენი წლების ნაშრომი შესაძლოა წყალში ჩაიყაროს. იანურის შუა რიცხვებში დანიშნული ოპერაცია იქნება გადამწყვეტი. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ჩვენ ვიხილავთ ასპინალის დიდ დაბრუნებას, რომელიც შესაძლოა 2026 წლის მთავარი მოვლენა გახდეს. UFC-ს ხელმძღვანელობა დანა ვაითის ჩათვლით, ამ სიტუაციაში ცოტა უცნაურად იქცევა. ისინი თითქოს ცდილობენ გვერდი აუარონ ამ პრობლემებს და მხოლოდ ბიზნესზე იფიქრონ. მაგრამ ჩვენ, ფანებმა, ვიცით, რომ სპორტსმენები რობოტები არ არიან. მათ ჭირდებათ მხარდაჭერა და არა ლანძღვა იმის გამო, რაშიც ბრალი არ მიუძღვით. ახლა კი მინდა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა დაგისვათ. ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებთ სპორტსმენებს ერთი მარცხის ან ერთი სკანდალის გამო. თქვენი აზრით, უნდა ერეოდეს თუ არა საზოგადოება მებრძოლის პირად ცხოვრებაში ასე აქტიურად? და მეორე, თუ ტომ ასპინალი ვეღარ დაბრუნდება ძველებური მხედველობით, უნდა ეცადოს ის მაინც ჩხუბს, თუ ჯობია წავიდეს სპორტიდან, სანამ საერთოდ არ დაბრმავდება. დაწერეთ თქვენი მკაცრი და გულწრფელი აზრი კომენტარებში. ვიცი, რომ ბევრს არ მოგეწონებათ მემი პოზიცია ასპინალის სიმულიანობისთან დაკავშირებით, მაგრამ სიმართლე მწარეა. სპორტი სასწიკია.